დავხატოთ ესეთი ხეები ფერადი ფანქრებით. შემოხაზეთ ესეთი ფორმა და გააფერადეთ მწვანე ტონით. შეგიძლიათ სხვა ფერიც გამოიყენოთ. ირგვლივ ცოტა მუქი ტონით გრადაციას გაუკეთებთ და დაიწყებთ ტანის ჩახატვას. ესე ჩავხატოთ ტოტებს. ბევრი ტოტი მოუხდება და ტანს ცოტა გავსქელებთ. მეორე ხე, უბრალოდ ესეთ ფორმები ჩახატეთ და როდესაც რამდენიმე ფორმას ჩახატავთ, ცალი გვერდიდან მუქი ფანქრით გაუკეთეთ ჩრდილები. ჩავხატოთ ესეთ ფორმის ტანს. ფოთლებს შორის შეგიძლიათ ტოტებიც გამოაჩინოთ. ძალიან მარტივი არის დამეთანხმებით. შემდეგი ხეა ესეთ სხვადასხვა ფორმებისგან შედგება, რომელსაც გააფერადებთ. აქაც ერთ ფერში და მეორე ფერით მუქი ტონით ჩრდილებს გაუკეთებთ და ტანი ექნება უფრო მაღალი. ეს ჩათვალეთ ხატავთ სამკუთხედებს ქვემოდან ზიგზაგებით და ერთმანეთის ქვემოთ უფრო დიდი სამკუთხედი უნდა დახატოთ. თავიდან ესე მიჩხრად გააფერადებთ, შემდეგ დაამატებთ მუქ მწვანეს და მთლიანობაშიც გააფერადებთ. მიიღებთ ძალიან საინტერესო ხეებს, რომელიც გამოგადგებათ სხვადასხვა პეიზაჟებში ჩასახატად. თქვენი ნამუშევრები შეგიძლიათ გამომიგზავნოთ Facebook-ის ან Instagram-ის მისამართზე შესაფასებლად.